რამდენი ხანი შეიძლება ქართულმა ხალხმა აიტანოს ის როგორც მას ექცევიან, როგორც ეკაიფებიან, ძალიან მარტივად რო ვთქვათ. აი ჩვენ ვეუბნებოდით წინა საარჩევნოდ, რომ 4 მილიონი ადამიანს ვანახეთ, ჩემი ერთ-ერთი ვიდეო კლიპი იყო, არ ჭამოთ. მარტო ეს რაღაცა იყო. ყველა იფიქრებს, რომ თქვენ გაჭამოთ, მშვიდობიანი რევოლუცია გაჭამოთ ეს არ ჭამოთ და ჭამეს. თქვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შევთავაზოთ ქართველ ხალხს უკეთესი გეგმა ვიდრე ბიძინა თავაზობს. მისი გეგმა საქართველოს შესახებ არის, რომ მოდი იყოს ეს ქვეყანა კარგი სოფელი. კაი სოფელი ჩვენთვის იყოთ, არ ვიხმაუროთ. იქ ქალაქები ერთმანეთს შევაწყობენ. ჩვენ ქალაქი გვინდა შევთავაზოთ. მე არ მინდა სოფელში ცხოვრება. მე მინდა რომ ეს ქვეყანა იყოს ქალაქი. და მინდა რომ თბილისი იყოს ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ამ ხედვაში არ ვემთხვევით ერთმანეთს, თორე მე ძალიან კარგად მესმის მისი ხედვა, რომ არ გავიშაროთ, არ გვინდა ჩვენ გლობალური საკითხები. მოდი ჩვენთვის ვიყოთ, აგერ ვივაჭროთ ამასთან, ახაც ფული ვიშოვოთ, იქაც ფული ვიშოვოთ. ამას უპირისპირდება ცარიელი ემოციები მეორეს მხრიდან. არა რამე კონკრეტული გეგმა, როგორ ვიქცეთ ქალაქად. არა კრიტიკა თუ რატომ არ უნდა ვიყოთ სოფელი. და არა თქვა საქართველოს ისტორიის კონსერვატიული გადააზრება, მათ შორის რომ ჩვენი წინაპრები არ იღვწოდნენ იმისთვის, რომ დიდი სოფელი აშენებულიყო აქ. ჩვენი წინაპრები იღვწოდნენ იმისთვის, რომ ცივილიზაციის ნაწილი ყოფილიყავით. რაც არ უნდა ყოფილიყო, ცივილიზაციისკენ ყოფილიყავით. რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს, ეს არ არის ცივილიზაციისკენ ყოფნა. ეს არის ჩუმად სოფელში ჩაკეტილი ყოფნა. და ჩვენ გვინდა რომ მოდი ხალხო გავიაზროთ ახალი გეგმა, როგორ გავხდეთ ცივილიზაციის ნაწილი, მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი.